დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და დღეს შემოგიერთებით კვლავ საინტერესო თემით და ეს თემა ყველასთვის მნიშვნელოვანია, ყველა მორწმუნესთვის, ყველა მართლმადიდებელისთვის, ყველა ქრისტიანისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქრისტია აინტერესებს, ვისაც თეოლოგია აინტერესებს, ვისაც ისტორია აინტერესებს და ვისაც აინტერესებს თუ როგორ შემოვიდა ჩვენს სარწმუნოებაში ეშმაკი და როგორ ჩასახლდა ის ჩვენს ეკლესიებში, აი ამას განვიხილავთ ჩვენ დღეს და როდის აიღო ამან სათავე. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ადრეულ ასაკში ხო, ძალიან ადრეულ წლებში, ეს არის კონსტანტინე პირველის წლები, როდესაც აი ეს ჭირი შემოგვეპარება ეკლესიებში. და მოდი განვიხილოთ ეს დღეს. სანამ ამაზე გადავართ, აი აქ თქვენ სათავეში ნახეთ, რომ წერია ცათა სასუფეველი იიძულების და ვინც აიძულოს მათ მიიტაცონ. ეს ამონაწერი, მეგობრებო, წიგნი მონაზონ ნიკოლოზ ნარიმან ბაგრატიონის ჩანაწერებიდან ნასაუბრებიდან ამოვიწერე, თუმცა ეს სახარებაშიც მოიპოვება, მაგრამ მე ვერ დავკარგავ იმას, საიდანაც ვიპოვე ეს წერილი. ეს არის წიგნი 114 გვერდი და აი აქ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, ეძია სასუფეველი და სიმართლე ღვთისა და ესე ყოველი დანარჩენი შეგეძინოს შენ, ამბობს მაცხოვარი, ხო? აი აქ მონიშნულიც არის ნარიმანის წიგნიდან 114 გვერდზე. ეხლა რაც შეეხება იმას თუ რას წავიკითხავთ ჩვენ, აი სწორედ ამ თემას ეხება, მეგობრებო, და მოდი გავეცნოთ იმას თუ როდის შემოვიდა იძულებით ის დოგმები და ის გადაკეთებული წიგნები, რომლებიც დღეს ჩვენ წინ გვიდევს და როგორც ესეთი სახარებას ვკითხულობთ ხოლმე. კიდევ ერთხელ მინდა წინასწარ გითხრათ, რომ სახარებას არ ვუარყოფთ, ჩვენ უბრალოდ, აი პირადად მე უბრალოდ მაინტერესებს სად არის შეცდომა, სად არის აცდენა და სად არის ცოდვა ჩადენილი აი ამ საეკლესიო კრებებზე და ამ საეკლესიო წერილებში. ხო და სწორედ ამას განვიხილავთ ახლა ჩვენ. ესე იგი, კონსტანტინეს ბრძანებით მიღებული საეკლესიო დოგმებით შეიცვალა ადრეული ქრისტიანობა. მანვე გამოსცა მკაცრი განკარგულება, რომელშიც ნათქვამია, ნებისმიერი ქრისტიანი, ვინც იღებდა და ან მისდევდა მოძღვრებებს, რომლებიც არ შეესაბამებოდა ნიკეის ახალ კრებას, უნდა გამოცხადებულიყო ერეტიკოსად. მათ ემუქრებოდათ იმპერიიდან განდევნა ან სიკვდილით დასჯა. ისინი, ვინც იესოს თავდაპირველი დოქტრინის ჭეშმარიტი მიმდევრები იყვნენ, იდევნებოდნენ, ბევრი მათგანი დააპატიმრეს, ბევრიც ჩაქოლეს და ყველა მათი ხელნაწერი გაანადგურეს. მეოთხე საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობა კი არ გადაწერილა ადრეული ქრისტიანობიდან, არამედ ახალი შეიქმნა. ხვდებით უკვე, მეგობრებო, რასთან გვაქვს საქმე და გავაგრძელოთ ახლა კითხვა. ახალი შეიქმნა. რომში შემუშავდა ბიბლიური პროექტი, სხვადასხვა რელიგიების ერთმანეთთან შერწყმით, ძირითადად ეგვიპტური რელიგიიდან, რომელმაც მაქსიმალური განსახიერება ჰპოვა რომის იმპერიისა და რომის სამართალში. ადამიანთა დასამორჩილებლად მხოლოდ ძალადობა არ იყო საკმარისი. გადაკეთებული ბიბლიური პროექტი არის როგორც სულიერი, ისე მატერიალური დამორჩილების იარაღი. შემდეგში კიდევ ბევრმა სოციალურმა მოძრაობამ მიიღო ერესის სახე. მაგალითად, პროტესტანტიზმი ქრისტიანობის ყველაზე იუდაიზირებული ვერსია, უფრო სასტიკი და ამავე დროს უფრო მარტივი ფორმაა. ამ პერიოდისთვის საქართველოში ქრისტიანობა უკვე კარგად იყო გავრცელებული, განსაკუთრებით
ადრეულ ქრისტიანებს დღევანდელი ეკლესიის მამები მიაწერენ ერეს და მრავალ სხვა დანაშაულს, მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, ვინ უფრო ახლოს იქნებოდა ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან, პირველი, მეორე და მესამე საუკუნის მქადაგებლები თუ შემდეგი საუკუნეების, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადრეული ქრისტიანობა ქადაგების სწრაფად ვრცელდებოდა პირველ საუკუნეებში, ხოლო ნიკეას კრების შემდეგ ადამიანების დიდი ნაწილი გაქრისტიანდება. ერთი წუთით მეგობრებო, უპასუხეთ და ეხლა შემოგიერთდებით. მოკლედ ერთი სიტყვით შემოგიერთდით ისევ. და სად ვიყავით დანაშაულს, მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, ვინ უფრო ახლოს იქნებოდა ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან, პირველი, მეორე და მესამე საუკუნის ქადაგებლები თუ შემდეგი საუკუნეების. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადრეული ქრისტიანობა ქადაგებით სწრაფად ვრცელდებოდა პირველ საუკუნეებში, ხოლო ნიკეას კრების შემდეგ ადამიანების დიდი ნაწილი გაქრისტიანდება. მოხდა ძალით מחვილის გამოყენებით. დაუპირისპირდა თუ არა კონსტანტინემ ქრისტიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა იმპერიის რღვევას, თავისივე დოგმების შექმნილი და სხვა რელიგიებთან ნაზავი და გაყალბებული ქრისტიანობა. ესე იგი, მეგობრებო, ნახეთ რა, აი პირდაპირ გეუბნებით იმას, რომ თამარ მეფე სწორედ აი ამ დებილი და ტარვალი კონსტანტინის ხუშტურებს აღუდგა წინ. რა თქმა უნდა, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საეკლესიო პირებში და როდესაც ბიზანტია მე-12 საუკუნეში დიდ გავლენას იძენდა და საეკლესიო პირებს თავიანთი როგორც დღეს ანაღლებთ პრესტიჟი და ფული და სიმდიდრე, ისე ანაღლებდათ მაშინაც და სწორედ აქედან დაიწყო თამარისა და საეპისკოპოსო პირების დაპირისპირება. არა ყველასი, მაგრამ ძირითადი მასის რა, რომელიც დაინტერესებული იყო აი ამ კონსტანტინეს ბიზანტიური გავლენის როგორ გითხრათ ხელშეკრულებებით. ანუ ბიზანტია ძალიან დიდ გავლენას აწარმოებდა, დიდი გავლენა ჰქონდა ბიზანტიას არა მხოლოდ სრულიად მიმდებარე ტერიტორიებზე, არამედ საქართველოსაც უნდოდა, რომ მას თავისი ფეხი დაედგა და დაემკვიდრებინა თავისი ხმალი ჩაერჭო საქართველოს მიწაზე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დავით აღმაშენებელი ამას რაღაცნაირად დიპლომატიურად მაინც ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ აი თამარი უკვე პირდაპირ წინააღმდგა ამას და ეს არ დაევასათ სასულიერო პირებს. მინდა გითხრათ, რომ ზაქარია მხარგრძელის ძმა, ივანე მხარგრძელი, აქტიურად იყო ჩართული ამ საკითხებში. ზაქარიასგან განსხვავებით, ივანე მხარგრძელი მართლმადიდებლად მოინათლა და გახდა სერიოზული სასულიერო პირი, რომელსაც გავლენა ჰქონდა შემდეგ საქართველოს სასულიერო პირებთან. ეხლა რაც შეეხება ზაქარია მხარგრძელის ძმა ივანე მხარგრძელს, ეს არ იყო მთლად ერთიანი თამარ მეფესა და მის საძმოსთან. რატო ვამბობ ახლა საძმოს? იმიტომ რომ ვითარცა ქრისტეს საძმო, თქვენ უკვე კარგად იცით და აგერ გაიგეთ ჩემგანაც და ბევრისგანაც, რომ თამარ მეფე არ იყო მხოლოდ დასმული როგორც მეფე, ის იყო როგორც პატრიარქი. უფრო სწორად რომ ვთქვათ და ჩავანაცვლოთ, ის იყო როგორც მატრიარქად წოდებული, დასმული როგორც არა მხოლოდ მეფე, არამედ ასევე მატრიარქის წოდებას იმსახურებდა. მიუხედავად ამისა, ნაწილი საზოგადოების თამარის მატრიარქობას ემხრობოდა, ნაწილი საზოგადოებისა ამ თამარის მატრიარქობას განიკითხავდა და წინა აღუდგებოდა.
და მინდა გითხრათ, რომ რაც თამარმა შეძლო სასულიერო საკითხებში და სასულიერო სემინარიებში, აი ეს ამის გამონათება არის სწორედ შემდეგ ვეფხისტყაოსანი, რომელიც იდევნებოდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე. და აგერ ჩვენ ხედავთ, რომ კონსტანტინეს ეს მტარვალური ქმედება, რაც პირდაპირ იმას მიანიშნებს, რომ ცათა სასუფეველი იიძულების და ვინც აიძულოს, მათ მიიტაცონ, აი მიიტაცა პირდაპირ რა. ცათა სასუფეველი კი არა, აი ეს მთელი ქრისტიანობა, თვითონ არც მონათლულა ტიპი, აი ამ დამპალი ადამიანის, პირდაპირ ეგრევე ვიტყვი რა, დამპალი ადამიანის შემოტანილი არის ეს შეცვლილი არის თევზის სიმბოლო ქრისტიანული, რომელიც ჯვარით ჩაანაცვლა და პირდაპირ კისრებზე დაკიდა ეს ჯვარი ადამიანებს. მე გეუბნებით ის ჯვარი, რომელიც დღეს ადამიანებს კიდიათ. არ მაქვს ბოლნურ ჯვარზე საუბარი. ბოლნური ჯვარი იყო უძველესი სიმბოლო საქართველოს ტერიტორიაზე. ძალიან ხშირად მოიპოვება ეს წინარე ძველი წელთაღრიცხვის საუკუნეებში რა და ასევე ბოლნური ჯვარი საერთოდ არ არის კავშირში იმ ჯვართან, რომელიც დამპალმა კონსტანტინემ შემოიტანა რა. აი პირდაპირ გეუბნებით, კიდევ გავიმეორებ, მაგ დამპალი ადამიანის ხსენებაც არ უნდა იყოს ამ დედამიწაზე. იმდენად საზიზღრულად გამოიყენა ქრისტიანობა და იმდენად გააპოლიტიკურა ეს ქრისტიანობა, აი როგორც ხედავთ, მთელი ეს მამები, რომლებიც მართლმადიდებლები იყვნენ, მართლაც აი ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას მისდევდნენ, პირდაპირ გაანადგურა, ამოხოცა და ამოშლიდა. და აი დღეს რასაც სწავლობთ და რასაც ერეტიკოსობას უწოდებენ, აი ის გნოსტიკური სახარება თუნდაც ის წერილები, რომლებიც ეხლა გამოდის და გამოდის, ხო? მარია მაგდალინელის სახარება, თომას სახარება, რა ქვია, იუდას სახარება, პილატეს სახარება, ყველა ის წერილი, რომელიც დაასაჭურისა დამპალმა კონსტანტინემ, აი ეს სახარებები დღესდღეობით ისევ და ისევ ცოცხლდება და მის არსებობას და მის სახელს წერტილი ესმევა ერთხელ და სამუდამოდ რა, აი კონსტანტინეს ხსენებას, ეგ დამპალი ეგ. რატომ კიდევ ერთხელ ვიძახი რა, ძალით არც ერთი ქრისტიანი არ აქრისტიანებდა ადამიანს და სწორედ აქედან მოდის მერე ჩამოყალიბდებიან ჯვაროსნები, რომლებიც ქრისტეს სახელით ხოცავენ და ჟლეტენ ადამიანებს, კაცობრიობა გაჟლიტეს. მთელი ისენი, რა ქვია, თიმები და მთელი ეთნოსები გაწყვიტეს მაგის გამო, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი სარწმუნოება და არ უნდათ ამ რაღაცა შეცვლილი დეგენერატულ გამოგონილ ქრისტიანობაში გადმოსვლა და ამიტომ ამოჟლიტეს და გაწყვიტეს მთლიანად, რა გაიხსენეთ კოლუმბოს ჩასვლა ამერიკაში, რა ხდება იქ. კარგი, ეხლა მოდი გავაგზავნოთ კითხვა. ნაწილის გაქრისტიანება მოხდა ძალით מחვილის გამოყენებით, დაუპირისპირდა თუ არა კონსტანტინემ ქრისტიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა იმპერიის რღვევას თავისივე დოგმებით შექმნილი და სხვა რელიგიებთან ნაზავი და გაყალბებული ქრისტიანობა. აქ კითხვის ნიშანი რატოს მოიცადე დაუპირისპირდა თუ არა კონსტანტინემ ქრისტიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა იმპერიის რღვევას თავისივე დოგმატებით შექმნილი და სხვა რელიგიებთან ნაზავი და გაყალბებული ქრისტიანობა. როდესაც ისტორიული ფაქტები მეტყველებენ ადრეული ქრისტიანობის სწრაფად გავრცელებაზე ევრაზიაში, ამ დროს არ შეიძლება მენტალურად მოაზროვნე ადამიანს არ დაებადოს კითხვა თუ რატომ ხდებოდა ნიკეას კრების შემდეგ ადამიანების מחვილის ძალით გაქრისტიანება და კრებაზე მიღებული დოგმების თავზე მოხვევა, რატომ ხდებოდა ადრეული ქრისტიანების დევნა და განადგურება, ვინც არ ემორჩილებოდა ნიკეას და შემდგომ სხვა კრებებზე მიღებულ დოგმებს. ასევე ჩნდება კითხვა, რატომ მოხდა მეორედ ქადაგება წმინდა ნინოს მიერ საქართველოში, ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ
კანანელის შემდეგ და რა შემოიტანა ნინომ საქართველოში, ჭეშმარიტი ქრისტიანობა თუ ქრისტიანობის სხვა რელიგიებთან ნაზავი და კონსტანტინეს მიერ მიღებული დოგმების გაჯერებული სარწმუნოება. კონსტანტინე და ნინო უფრო ახლოს იდგნენ ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან თუ იესოს მოციქულები, ადრეული ქრისტიანების დევნა და განადგურება გაგრძელდა ჯვაროსნების მიერ. ისევე ასევე სპობდნენ ადრეული ქრისტიანობის ისტორიულ ფაქტებს. ხო და მეგობრებო, ფაქტებს ეს თემები ხო, მოკლედ აქ დავასრულოთ და გავაგრძელოთ ახლა საუბარი რა. როდესაც წმინდა ნინომ ქრისტიანობა შემოიტანა, წმინდა ნინომ ქრისტიანობა კი არ შემოიტანა, მეგობრებო, წმინდა ნინო გამოაგზავნეს იმისათვის, რომ ქრისტეს კვართი ეპოვა. გესმით? და წმინდა ნინო პირდაპირ შევიდა მცხეთის ტერიტორიაზე, აუარა იქ, სადაც გვეუბნებიან, რომ ღვთის კვართია დაკრძალული, ხო? სვეტიცხოველში, აუარა ამ ადგილს გვერდი და ავიდა პირდაპირ დაადგა იმ ჯვარს, სადაც ქრისტე აცვეს ჯვარს, თავს. იქ ილოცა და იქ გამოჩნდა ანქელიოსთა დასი გამოჩნდა. ეხლა რა მინდა გითხრათ რა? რამდენად მიაწერეს წმინდა ნინოს ეს მეორედ გაქრისტიანება და რამდენად წმინდა ნინო ამაში გარეული იყო, კიდე ცალკე თემაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ სწორედ მესამე საუკუნის ბოლოს უკვე ეს მტარვალი კონსტანტინე შერეკილი და შიზოფრენი თუ რა ვიცი რაც გინდა ის დაარქვით, იმიტომ რომ ტიპი, რომელიც ცაზე გამოეცხადება დიდი ჯვარი და ეუბნება რაღაცა ხმა, რომ ეს შენ გაგამარჯვებინებსო, ხო? ამის მერე შემოაქვს კონსტანტინეს ეს ჯვარი, რის გამოც ამ ჯვარით, ხალხო, მთელ ჯარს ამოხოცავს, იცით თქვენ? და ჩვენება, რომელიც პირდაპირ ზეციდან გეუბნება, რომ ამით კალი ქრისტეს სახელითო, არის სატანური, ხალხო. ეს არანაირად ღვთის მიერი არ არის და არც ქრისტიანული არ არის. რომ ქრისტე გეუბნება, რომ ამოხოცე ჯარიო, ამ ჯვარის სიმბოლოთიო რა. და ჩემი სიმბოლოებიო, რომლებიც მანამდე ქონდა ქრისტეს დაწესებული თევზი, ორი თევზი. ეს გადაშალე მთლიანად. ტიპი არც მონათლულა გეუბნებია, ეხვეწებოდნენ, რომ მოინათლეო და არ მოინათლა. ბოლოს ჩავარდნილი იყო ლოგინად ეს კონსტანტინე. არ მოინათლა, ბოლო წუთებშიც არ მოინათლა. და ამ ტიპის მიერ ამდენი ადამიანი, ამოხოცილი, მართალი ქრისტიანი, მართალ მადიდებელი, რომელსაც მართალ სიტყვას, პირდაპირ ქრისტეს სიტყვას გვაწვდიდნენ, ამ ტიპმა მთლიანად გადაუსვა ხაზი ამ ხალხს და შემოგვიყარა ეს ნაგავი, რასაც დღეს ვკითხულობთ რა. სანამ ის წერილები პირველ საუკუნეში, პირველივე საუკუნე, მესამე საუკუნეში წერილები, მაგდალინელის მიერ დაწერილი წერილები და კიდევ უშუალოდ ქრისტეს დროინდელი მოწაფეების წერილები არ ამოიყრება თავიდან ბოლომდე და არ გამომზეურდება, მანამდე დედამიწას არაფერი ეშველება. უკვე დედამიწა ასრულებს თავის სიცოცხლეს რა. და ძალაუფლება, რომელიც ხელში ჩაიგდეს ამ ვიღაცა ვერცხლ და ოქროს მოყვარე ტიპებმა, ხო? დღეს უკვე სრულდება, იმიტომ რომ ადამიანები უფრო და უფრო მეტად ფხიზლდებიან და უფრო და უფრო მეტად ხვდებიან, რომ ეს სახარება რაღაცა გადმოკეთებულია და რაღაც უცნაურები თავის თავს ეწინააღმდეგება, ზოგიერთი წინადადება და ზოგიერთი ფრაზა. აქედან გამომდინარე ჩვენ გვმართებს გონიერება და კიდევ 100-ჯერ და 1000-ჯერ გადამოწმება იმ წერილებისა, რომელიც იყო მესამე საუკუნემდე, ამოქექვა ყველასი რაც კი შეგვინახავს, მით უმეტეს თამარი ამ წერილებს დასდევდა და დაეძებდა
დარწმუნებული ვარო თამარს აქვს ბიბლიოთეკა შენახული, სადაც კაციშვილი ვერ მივა იქ, თუ არა თვითონ ისევ თამარი და არ გახსნის თვითონ ამ ბიბლიოთეკას და მე ვფიქრობ ასეთ რამეს რა, რომ მეორედ მოსვლის ჟამი დაწყებულია და აი ეს ამბები ძალიან მალე მოხდება რა. და ქრისტეს მოსვლაც მაგას ქვია, რომ ქრისტეს ჭეშმარიტ სიტყვას გავიგებთ და ჭეშმარიტად ქრისტეს სიტყვას ვიქადაგებთ. ამინ, ამენით იესო ქრისტე, ახლა დაგემშვიდობებით მეგობრებო, მე მოგაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც რეალურია. თუ ამ ნაწერს, ახლა მე ვფიქრობ, რომ ეს ნაწერი არის ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის, არ ვიცი ზუსტად რომლის ნაწერია, მაგრამ მიმადლობელი ვარ, რომ ეს დაწერა, იმიტომ რომ გერმანულ სივრცეში, როდესაც მე ქრისტიანულ არქეოლოგიას სწავლობდი, ხო, ეს ინფორმაციები მე ვიცი, რომ ასე იყო რა, ნამდვილად ასე იყო და ამას წყალი არ გაუვა და ის რაც ქართულ სივრცეში ჯერ არ გაჟღერებულა, აი ახლა ამ წერილების მიხედვით გაჟღერდა და ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ჩვენგანის ნაწერია და ძალიან კარგად ფორმულირებულიც. და გამეხარდა, რომ ეს ტექსტი გამომიგზავნა ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა, რომ თქვენამდეც მომეხსია და წამეკითხა, რამე თუ ის საქმიანობა, რასაც მე ვეწევი, ხო, კიდევ დამატებით ის, რომ აი მეცნიერულ საქმიანობას მივყო ხელი, აი წარმოუდგენელია ხალხო, ძალიან ბევრი საქმე აქვს ადამიანს, როცა ერთი დიდი ოჯახი აქვს და კიდე სხვა და სხვა თემები აქვს და სხვა თემებს არის შეხებული და აი დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ღმერთი მომცემს იმის დროსაც და იმის ძალასაც, რომ მე ამ საკითხებს სიღრმისეულად ჩაუჯდე და სწორედ მეცნიერული ენით მოგაწოდოთ, მაგრამ ამისათვის დრო სანამ მოვა ამის დრო, ხო, მანამდე შემზადდეს უნდა ეს ნიადაგი, ხო? შეიძლება აღარც კი დამჭირდეს აი ამის მე ტვინის ჭყლეტვა და ხელახლა დაწერა და გადმოწერა და გადათარგმნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ მეგობრებო, გისურვებთ ბედნიერ დღეს, იფიქრეთ, ეს არის ყველაზე დიდ ერესში ქართული ეკლესია დღეს, არა მხოლოდ ქართული ეკლესია, დღეს ქრისტიანობა ყველაზე დიდ ერესში არის, იცოდეთ რა. და ის მართალმადიდებლური ეკლესიის მოძღვრების წერილები, რომლებიც დაფარეს, აი ისინი გვაქვს მოსაძებნი დარწმუნებით იცოდეთ ეს. ასე რომ მოიხსენით ყელიდან ჯვრები, აი თუ მაინც ვინმეს ჯვარის ჩამოკიდება უნდა ყელზე, გაიკეთეთ ბოლნური ჯვრები რა. ბოლნურ ჯვარს არანაირი დატვირთვა არ აქვს კონსტანტინესთან კავშირში არ არის, არც ერესში ჩაგეთვლებათ და თან ჩაგეთვლებათ იმაში, რომ თქვენ ჯვარი, აი ამ ჯვარის, ბოლნური ჯვარის მიხედვით ქრისტეს პატივცემთ და ქრისტეს საპატივცემულოდ რაღაცა აი ნიშანი გაქვთ ყელზე რა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ნიშანი არ მოუწია ჩვენთვის ქრისტეს, რომ აი ესე გაიკეთეთო რაღაცა კისერზეო. და ისე იარეთო, არ უთქოს ეს ქრისტეს, არ დაუვალებია ჩვენთვის ეს. მაგრამ თუ მაინც და მაინც გეშინიათ ჯვრის გარეშე სიარული, ხო, გაიკეთეთ ბოლნური ჯვრები. იცით რომელია, ხო, ბოლნური ჯვარი, წრეში როზის 4 ესე იგი ჯვარი, რომელსაც 4-ვე გვერდი აქვს ტოლფარდი. აი ის ჯვრები გაიკეთეთ. გესმით? თითქმის ბოლნური ჯვარი 8-იც არის. 8, რომელიც ვარდის სიმბოლოა და ვარდი კიდე იყო მაგდალინელის უმაღლესი ცნობიერების სიმბოლო იყო ვარდი ჯვარზე. აქედან გამომდინარე ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს ბოლნურ ჯვარს და იმ ჯვარს, რომელსაც თქვენ დღეს გატარებინებენ მით უმეტეს ქრისტეს ზედ ჩამოკონციალებულს, ხო? პირდაპირ თქვენ უვიცოვაზე მიუთითებს, რომ ქრისტე, რომელიც აღდგა, თქვენ ის აირჩიეთ, რომ მაინც ის მომენტი ქრისტეს ცხოვრებიდან, როცა ყველაზე სამარცხვინო იყო, ანუ სამარცხვინო პოზიციაში იყო, ის ჩამოიკიდეთ ყელზე რა. რატო? როცა აღსდგა ქრისტე და რატო არ ჩამოიკიდეთ აღსდგარი ქრისტე ყელზე, ხო? კითხვა ხო უნდა გაჩნდეს. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გემშვიდობებით, აბა თქვენიცით იფიქრეთ ბევრი.